გამარჯობა, დღეს შემოგთავაზებს Scorpis 7 ცხენისძალიან მსხვილღერძიან motoblocks, რომელიც არის SK-G900 P92S მოდელი. აქ წარმოდგენილი არის ჩვენი motoblocks სასაწყობად ყველა საჭირო ინსტრუმენტი. პირველ რიგში ვაწყობთ რა თქმა უნდა საბურავს. უბრალოდ ამ მოდელზე არის დაყენებული საბურავის Bolt-Guide და ZW, ამას ვხსნით, ერთს ვაყენებთ და ისე ვუჭერთ რა თქმა უნდა. ეს გახლავთ ჩვენი motoblocks rulis სამაგრი ფეხი, რომელიც ყენდება ასე. როგორც ხედავთ ამ მოდელზე ყველა კაბელი და ტროსი დაერთებულია ქარხნულათვე, არ არის საჭირო არაფერი, მხოლოდ არის rulis დაყენება საჭირო. ამის შემდეგ ვაყენებთ motoblocks-ზე საბურავებს. სანამ motoblocks საბურავებს და ვაყენებთ, აგიხსნით საბურავის სწორი მიმართულება და ყენების პრინციპი როგორი არის. შეხედეთ როგორი აქვს საბურავს თავისი მიმართულებები, ეს უნდა იყურებოდეს ყოველთვის წინ. საბურავები დაყენებული არის, ახლა შეგვიძლია ჩვენ motoblocks გავაყენოთ ფეხზე. ეს გახლავთ ჩვენი motoblocks თების უკანა სამაგრი, რომელიც ყენდება უკან ასე. ეს გახლავთ ჩვენი ფრთის წინა სამაგრი, რომელიც ყენდება. აი უყურეთ, შეხედეთ, აქ რედუქტორის ეს ერთი ბოლტი უნდა მოუშვათ. ესე ჩვენი მეორე კრილოს სამაგრი დავაყენოთ აქეთ ამ მხრიდან. ესეც დამაგრებული არის. ახლა შეგვიძლია კრილოები დავაყენოთ. ჩვენს motoblocks-ზე დამაგრებული არის უკვე კრილოები, გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. ეს გახლავთ ჩვენი motoblocks სიჩქარის გადამხდელი ბერკეტი, რომელიც ყენდება აი აქ სამი ჭრილი და შუაში უნდა დავაყენოთ. ამის შემდეგ ვაყენებთ ასეთი ფორმის გადამხდელ მექანიზმს, რომელიც ყენდება ასე. ამის შემდეგ შეგვიძლია დავაყენოთ მინი სათავსო. ეს გახლავთ ხელის სასწაულები ჩვენი სიჩქარის გადამხდელზე, რომელიც ყენდება ესე. დავაყენოთ ეს დეტალი. ამის შემდეგ ვაყენებთ ჩვენი motoblocks მისამედის ჩასამედის ჩარჩოს. ეს გახლავთ ძრავში ზეთის ჩასასხმელი, ხოლო ეს არის ძრავიდან ზეთის გამოსაშვები. ეს არის რედუქტორში ზეთის ჩასასხმელი. გამოსაშვები კი აქვს ხვევი. რაც შეეხება ჩვენ motoblocks-ში, ისხმება ძრავში 10-40 ზეთი, მიდის 700 გრამი, ხოლო რედუქტორში ისხმება 80-90 და მიდის ლიტრა და 800. პირველ დაკოქვას, როდესაც დავკოქვავთ, უნდა ვამუშაოთ აპკატკაზე 3 საათი. ოღონდ საათში ერთხელ 10 წუთით უნდა ჩავაგროთ და შევასვენოთ. ბოლო ჩაქრობას როცა ჩავაქრობთ motoblocks დავაცადოთ, რომ ძრავი გაგრილდეს 9 საათი დაახლოებით. შემდეგ აუცილებელია ძრავიდან ზეთი გამოუშვათ და ახალი ჩავასხათ. ამის შემდეგ
დაახლოებით 10-12 საათი უნდა დავინიშნოთ მუშა პროცესში, უკვე შეგვიძლია ყველანაირად გამოვიყენოთ motoblok-ი. 10-12 საათის შემდეგ უნდა ერთი შეცვლა შევცვალოთ კიდევ ძრავში ზეთი და ყოველი მომდევნო შეცვლა სჭირდება შემდეგ 20-25 საათი, როდესაც იმუშავებს motoblok-ი. ორჯერ ძრავში ზეთის შეცვლის შემდეგ სჭირდება ერთხელ რედუქტორში ზეთის შეცვლა. რაც შეეხება საწვავს, ვასხავთ რეგულარს ან პრემიუმს, სუფთას არანაირი გაზავება არ სჭირდება. სუპერი კი დაუშვებელი არასდროს არ ჩავასხეთ.